მადლობთ ვიწყებო, მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ. ხვალ ორმაისობა, იგივე გვირილობა და იგივე ქუთაისობა. ქუთაისობაზე გამოვიდო თავი, თელავ ქალაქობაზე სად იყავი 1 ნოემბერში ძალიან მაინტერესებს ასეთი განცხადება რო არ მახსოვს. რა ვიცი, მოვა ნოემბერი და მიულოცე შენ, ვინ დაგიშალა. მოკლედ ხვალ ქუთაისობაა და ულოცავ მთელ ქუთაისს და ნახევარ საბერძნეთს. ძალიან ბევრ რამას დღეს უსურვებ ჩემს საყვარელ ქალაქს. აუ როგორ ჩქარობს ერთი სული აქვს როდის გაიქცევა ქუთაისში შინაგანი შფოთვები აქვს ეხლა ამ აურიდან იგრძნობა და ეხლა რო შეხედე ნახევარი რიკოცია უკვე ყველა ქუთაისელს გილოცავთ ქუთაისობას და რა თქმა უნდა ჩემ თავსაც გულოცავ მოიცადე შენ რომ ნახშირღელედან ბრძანდები ამას რა უკვე მე რა ნახშირღელედან ქუთაისამდე 15 წუთში ჩავდივარ მაშინ მე თბილისელი ვყოფილვარ ჩემო ნიკოლოზ 45 წუთში ჩამოვდივარ თელავიდან და ნახევარ საათზე მღარ გამომეკიდები ისე რა კარგად დაემთხვა ხვალ როა ქუთაისობა თორე გუში რო ყოფილიყო ასე უმახიანად კი ვერ მიულოცავდი ნაბახუსტელად კი ბატონო გაგიმართა ხვალ აღნიშნავ 2 მაისობას და ზეგ აღნიშნავ 3 მაისობას ვიკენდია საკაბაბეში ან პახმენიობას რა ის რომელიც არის ერთი სიტყვით გილოცავთ ქუთაისელებს ქუთაისობას თელაველი პატა და თერჯოლელი იკა ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ჭაღარა ქალაქში სადაც იქნება კეიფი და როსტა ნამდვილად მეც გერთდები და დიდი სიყვარულით ჩემ ქუთაისს და ქუთაისელებს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ დროს მაგრამ ქუთაისი ნახე რამდენი რამე თქვი მაგრამ ამისთანა სიტყვას რასაც ახლა მე ვიტყვი არ გითქვია აბა ქუთაისი ისეთი ქალაქია სულ დღესასწაულები უნდა იყოს ეს ასე ქალაქს დღესასწაული უხდებოდეს მე არ ვიცი ჩვენ კი შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი კიდევ ერთი მოსალოცი ამბავი გვაქვს ამჯერად მარტო ქუთაისი არა მთელ საქართველოს ეხება საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო ძიუდოში გვაქვს როგორც გუნდური ოქრო ისე ინდივიდუალური მედლებიც ვულოცავთ სრულიად საქართველოს ჩვენი ძიუდოისტები მე მაგონებენ ჩვენს ქსოვრელებს დიახ ქსოვრელებს არ მოგესმათ ერთადაც მაგრები არიან და ცალ-ცალკეც მაინც ეს გუნდური ქართველებს ყველაფერი კარგად გამოგდის სიმღერით დაწყებული ძიუდოთი დამთავრებული სხვათა შორის გუნდური შეჯიბრების ბედი ბოლოს ჩვენმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს რითაც საფუძველი ჩაუყარეს ახალ გამონათქვამს ხალი ვიცი მე ტატამზეო ჩვენმა გოგონებმა ისე მაგრად იჭიდავეს რომ საერთაშორისო ტერმინოლოგიიდან ამოაგდეს ტერმინი სუსტი სქესი ასე რომ ევროპამ იხილა ოქროზე ანუ ოქრო სპორტსმენები ოქროს მედლები კიდევ ერთხელ ვლოცავთ ჩვენს ძიუდოისტებს და ბოდიშუხთით სხვა ქვეყნის ძიუდოისტებს რომლებიც გამოდის რომ უბრალოდ მონტენეგროს დასათვალიერებლად ჩასულან ტურნირში მიყვარს, როდესაც სპორტსმენების ღვაწლი ფასდება. არა მარტო დღევანდელი ღვაწლი. ამის დასტურად გაცნობებთ, რომ ლეგენდარული კობი ბრაიანტის სადებიუტო მაისური $7 მილიონ გაიყიდა. გაიყიდა უკვე. აბა მომასწრეს არა და როგორ მინდოდა ყიდვა ისე მაგარი იყო ბრაიანტი კობის გამო მიყვარს მე კალათბურთი პირველ გადაცემაში რო პერანგი მეცვა ის უნდა შევინახო რა იცი რა ხდება თუმცა შენახული არაა ისე ვის მაცვია და იხუბრეს შენ და 8 მილიონს მაძლევდნენ მე ჩემ პერანგში მაგრამ 8 მილიონის გულისთვის რაღაცა 8 მილიონის გულისთვის ბრეტელებიან მაისურზე ხوار ჩაუწევ რა ამბავი ისე მართლა 7 მილიონი კობის მაისურში
კომისიროა იმიტომ ღირს მაგდერი თუ გია ხარაიშვილის მაიწურეთ 15 ლარა დევს ყველგან კაცი არ მიდეც გადაირე კაცი გარდაცვლილი კობი ბრაიანტიც ჩემზე მეც შოვნებს დიმა შენ რომ პირველად ქორწილში დაუკარი ის დოლი ხო არა გაქვს შენახული იმიტომ ვერ ხარ მილიონერი უნდა შეინახო პრინციპში გამახსენდა ეგ დოლი ხო იმ თამადას ჩამოაცვეს თავზე იჩქარი როგორც თქვი წეღან მიყვარს სპორტსმენის ღვაწლირო ფასდება ჩემო პაატარ ხო და ნორვეგიაში ცოდნიათ ძალიან დაფასება ნორვეგიაში მატჩი საუკეთესო მოთამაშეს საჩუქრად სხვარი გადასცა ეგენაცოლი ნამდვილად ნორვეგია თუ ახმეტა ეურე შეგენასწორე თუ გახსოვს სიდან გადაცემაში თვით რომ ნორვეგიაში საუკეთესო ბომბარდის კვერცხი გადასცეს გახსოვს კი მე ვიხურებთ ესენი ცხვარზე და ოციანზე თამაშებენ მალეო და ასი აგიხდეთ ყველაფერი კაი ლოგიკურად საუკეთესო მოთამაშეს თუ ცხვარი გადასცეს მაშინ ბომბარდირს ეკუთვნის ოციანი ესე იგი დიდი кейფია ნორვეგიაში ბატონო რა გინდა მშვენიერი პრიზია ცხვარი და იმედია ნორვეგელებმა ჩაკაფულის გაკეთება იციან ტყუილად არ გააფუჭოდი ხა ეს პრიზი გამიფუჭდაო როიტყვი არა ამ ფეხბურთელს ჩაკაფულზე უარი უთქვამს პირველ ტაიმში მაგარ ტრამას გადავჭი და ამ ცხვარს ეკლესიის ეზოში გაუშვა მოკლედ კარგია ნორვეგიაში ფეხბურთელობა ნამდვილად სულ კარგად თუ ითამაშებ სეზონის ბოლოს მწყემსი ხარ ან ვეტერანი რო გახდები დიდი ფეხბურთიდან მეცხოვრებაში გადადიხარ უკვე ვერაცოლებ შვენიერი ფარა გყავს კი კაცო ცხვარი ვახსენეთ და თურმე ცხვრის კერძების მსოფლიო ასეულში ჩაკაფულიც იკავებს საპატიო ადგილს ხაშლამაზთან და ჩანახთან ერთად პირველ ადგილზე უეჭველი ნორვეგიული კერძი იქნება რადგან საუკეთესო ფეხბურთელებს აძლევენ ცხვარს ახალმა ტყემალმა ვერ მოუსწროთ თორემ პირველ ადგილზე ვიქნებოდით შემოძმაო ან შეიძლება კომისიის წევრები პახმელიაზე არ იყვნენ თორე მეორე ადგილს ვინ გვაკადრებდა ერთი მაინტერესებს აბა რაღაც ჩაკაპული ისეთი მაგარი საჭმელია მენიუს რო გადაშლი ახალი ტყემლის და ტარხუნის სურნელი გეტაკება პირდაპირ ცხვირში მომშიბდა გადადის სხვა თემაზე სასწრაფოდ ჭამა კარგია, მაგრამ სპორტული ცხოვრებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ ჩინეთში ადამიანების და რობოტების ერთობლივი მარათონი გაიმართა, სადაც ადამიანმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე რობოტმა. სულაც არ მიკვეს, რომ ადამიანმა გაიმარჯვა. უკან რო გავიხედო და დავინახო რობოტი მომსდევს, აი ვიგამასწრებს, მაინტერესებს. რობოტი თავს იმართლებდა თურმე კი მოვიგებდი, მაგრამ Google-ის აპლიკაციამ გამიშვა შორიგზის თბილისის ტაქსივით. თავს კი იმართებდა, მაგრამ აშკარად ფიზიკურად ვერ გაკაჩა. იმ დღეს პირველად ნახე დაღლილი რობოტი, რომელიც ქოშინით ამბობა დამანებენ თავი. ამდენი საჩევიც და რობოტი ყო ადამიანი კი არა, ვასი. შეიძლება მწველი რობოტი იყო და ადვილად იმითო დაიღალა. მოკლედ ლუძზე გასაგზავნად რობოტი ერთ მნიშვნელოვნად არ გამოდგება. ნული ყოფილა. ან ჩინური რობოტებია უხარისხო. ისე რა საინტერესოა ადამიანების და რობოტების ერთობლივი მარათონი ადამიანებმა დაგეგმეს თუ რობოტმა. მე როგორც ვიცი, რობოტების იდეა იყო საქველმოქმედო მარათონი მოეწყო. უპატრონო რობოტების დასახმარება. არის ეს. ზოგი რობოტი რა ჯიგარია და ზოგი უბედურის ერთია რა. ჩინეთში რობოტი კურიერი ავტოავარიაში მოყვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმართა. ძაღლები ჩემი ავტოავარიის შემდეგ ვერ გაარკვეს მანქანის ნაწილები ეყარა გზაზე თუ რობოტის. ასე რომ იძებნება კურიერი რობოტი. ადვილად რომ იცნოთ, ყუთში უდევს 2 შაურმა. აქედან 1 უხახო. თუ დააკავეს იქაური კანონებით რობოტს დანაშაულის დამალვის გამო 3-დან 7 წლამდე ელემენტების ამოღება ემუქრება. ამ საკითხში მჯობი ვართ ჩინელებს ნამდვილად ჩვენთან მაგალითად ინდოელი კურიერი არ მიიმალება შემთხვევის ადგილიდან. ჟანერად უნდა მიიბალოს. დასაბალ ადგილს კი არა ჩაგდებულ ლოკაციას ვერ აგნებენ ეგენი და რანაირად. და ბოლოს ცნობილი ვიდეო პორტალი YouTube იუბილარია. ზუსტად 20 წლის წინ YouTube-ზე პირველი ვიდეო აიტვირთა, რომელიც კომპანიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯავედ კარიმიმ დადო.
ხოლო მეორე ვიდეო ატვირთა შოთა სიხარულიძემ. ისე პირველი ჩინური წელი დიდი ვერაფერი, მაგრამ მერე ჩემ შოუს დადება დავიწყე და კი ამოვქაჩე ბოლო 3 წელიწადში. მიყვარს YouTube მარტო იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ რაც წლები გვიშრომია და გვიკეთებია, იქაა ყველაფერი შენახვა. ჩვენ 20 წლის წინ სულ სხვანაირები ვიყავით და YouTube ზუსტად ისეთია. წლები არა, მარტო ვიდეოები აქვს მონაწილე. ესმის YouTube შემოგარგო. გილოცავ 20 წლის იუბილეს და გისურვებ მილიარდობით ნახევარს. ცუკენბერგმა გთხოვა, რომ მილოცვა ჩავიწერეთო და მოიწი შეეცრა მიულოცოთ. ხოდა ეს აღსანიშნი ამბავია ჩემო ძმაო, YouTube-ის 20 წლის თავია. ჩართე ლაივი, მოაყარე ფოლოვერები და დავიწყოთ. YouTube-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოდი ვინც ასკროლოს, ჩასკროლოს, დააშიაროს და დაასაბსკრაიბეროს ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს. წავიდა მუსიკა. აბა, ჰეი! ცალეთ მე ოქროს ამხელა მახსოვს. ვულოცავთ სრულიად YouTube-ს იუბილეს ჩვენი YouTube გვერდის თამადობით, რომელიც ქვემოთ არის მოცემული. შემოდით, გამოიწერეთ, დალაიქეთ და YouTube-იც კარგად იქნება და ჩვენც. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარბოზე უგრავს და KFC-ის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ჩემო ნიკოლოს ხვალ ჩვენ ქუთაისში დალევა არ აქვს დება. და ბამ. ახმენიისთვის ხარ მზად? ისე რა. ხოდა სიმღერა ყოფილა კარგი ნაბახუსებზე, ოღონდ ყველა არა. რომელ სიმღერას მირჩევ შენ, მითხარი აბა? რომელი და აი ახლავე გავი რეპეტიციოთ გამოგვადგება. აბა ჩართეთ მუსიკა. კარგი მკურნალობის მეთოდია. ფრად გართენდა თითქოს სამი გაჩერდა არ მეგონა ამ დილით თუ რამ გადამარჩენდა უნდა გავითავისოთ ჭიქა არყით ავივსოთ ახმელიას ვაჯობოთ და დღე გავიხალისოთ იქნებდა ხმა მაღილსო კიდევ ერთი ამიუსო ისე სწრაფად გამოცვლით თითქოს ჭიქას გაზდისო დილით ხაში წვენიანი არყის ბოთლით სორიანი ასე უნდა დაიწყო თუ კაცი ხალჯგვიანი უნდა გავითავისოთ ჭიქა არყით ავივსოთ ახმელიას ვაჯობოთ და დღე გავიხალისოთ იქნებდა ხმა მაღირსო კიდევ ერთი ამიუსო ისე სწრაფად გამოცვლით თითქოს ჭიქას გაზდისო ოპა ვაი და გაჩერდა გორიჩი ტოიში შაქრიანი ვინო იყო უეჭველი
კოშირი ვალხინე საიდუმლო ამხილე ორნახადი შავარტყი თვალი გამოახილე უნდა გავითავისოთ ჭიქა არყი თავივსოთ ბახმელიას ვაჯობოთ დადღე გავიხალისოთ იქნებდა სხმა მაღირსო კიდევ ერთი ამივსო ისე სწრაფად გამოცლი თითქოს ჭიქას გაზრდისო ისე სწრაფად გამოცლი თითქოს ჭიქას გაზრდისო ისე სწრაფად გამოცლი თითქოს ჭიქას გაზრდისო მოგლეთ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, როგორც იცით, სულ 2 დღის უკან რუსთავი 2-ზე დაიწყო ახალი ძალიან საინტერესო და მაგარი პროექტი საქართველოს ხმა. ამიტომ დღეს ჩვენ შოუში მოვიწვიეთ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი და ჟიურის ერთ-ერთი წევრი გიორგი ძოწენიძე. თქვენი აპლოდისმენტები. დიდი მადლობა, უბრალოდ ასე გადაწყდა, სადაც აიდგა ფეხი გიომ, იქიდან მინდა რომ დავსვა ჩემს გვერდით. მახსენდება როგორი ყვაწვილი იყავი. როგორ შეიძლება არ აღნიშნოთ ჩემო პატარა ლამაზად გამოიყურება გიორგი. იკა რა ლამაზები ვარ ჩვენ სამი. აბა რა. არაჩვეულებრივად გამოიყურებით საოცრეს. ახლა კი ყველა მერთხმად ავდგეთ ფეხზე თაკოსი ლამაზეს ტაში დაუბრა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ გახსოვს ჩვენი სავარძლების ფერი და მწვანე ფერებში რომ გამოგვეცხადე. ეს იმის ნიშანია რომ გვიყურებ. ასე მოწესრიგებული გოგო არის სულ რა. რეიტინგების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ხარ აქ, მაღალი რეიტინგების. ესე იგი აქ ჩემა ნიკოლოზმა გამოაცხადა ერთ-ერთი წამყვანიო. დიახ, თაკოზე. კი ბატონო. მე ნიკოლოზისკენ არც მინდა გავიხედო და ულამაზესი დაავიწყდა. უმშვენიერესი გამორჩა. მეგონი სპეციალურად არ თქვა რომ მომისმინე ყველაფერი თუ შემოთვალე, მაშინ რაღაც გინდა სწორად რო გამოვა, ხო უნდა მოახდინოს ეფექტი რო შეხედავს. ასევე ჩემი რო ხარ ვიტო გეუბნები რო იყოს საერთოდ ვიტყვა. ჩემი გიორგის მიმართულებითაც გამოგჩა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯგუფი მიატოვა და დადის მარტო კარიერას იკეთებს. მაინც გადავკიდოთ ბიჭები თქვენ. გადასცა წყალი მიაწოდე, გეხვეწები. ეს ჩვენ არ ვიყავით ბიჭების და გადგა ყელზე. ბიჭები აქ არიან და ყველაფერი კარგად იციან. ბიჭები აქ არიან და ცოტა ხანში მცემენ. დიდი მადლობა. მე რაც უფრო ერთმანეთში დაერევა ეს ხალხი უფრო გარანტირებული რეიტინგი გვექნება ვიდაში. ასე რომ მიაწექი მიაყარე. თაკო შენთვისაც აქვს რაღაცეები გამზადებული, გამზადილი. რა გაგვთ გამზადილი? კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ აქ თქვენ ზოგი ერთები რომ მოგვირდები აქ დროის ოდარებლად არიან მოსული. ხოდა, მოდი გადავიდეთ რა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ჩვენ ძვირფას საზოგადოებას რა ხდება, როგორ არის, სად ვართ, აქეთ, იქეთ, როგორ ახართ. გრძელდება ხო მრავალჟამიერი რუსთავი 2-ზე? მრავალჟამიერი და მუსიკალური ისტორიაც რუსთავი 2-ზე, რაც ძალიან გვახარებს და ამაყი ვარ, რომ აი ამ ძალიან მაგარი პროექტის მონაწილე ვარ მეც, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესეთ შოუ დიდი ხანია არ გვინახავს, არ ყოფილა სატელევიზიო სივრცეში, იმიტომ რომ
ნიჭიერების ნამდვილი ზეიმია. კი ბატონო. ქართული ყველასათვის საყვარელი სიმღერები და რეპერტუარი, რომელიც ჟღერდება ჩვენი პროექტის ფარგლებში. მოკლედ, ჩემო თაკო და ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს რო უთხრათ, რომ სამშაბათი დღე კიდევ უფრო მუსიკალური გახდა ჩვენს ეთერში. მოკლედ, სამშაბათს 10 საათიდან არასდროს არაფერი აღარ დაგეგმოთ, იმიტომ რომ ეს არის ის დრო, როდესაც ყველამ უნდა ვადევნოთ ხოლმე საქართველოს ხმას თვალყური. ჩვენ კი არაფერს არ დავგეგმავთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას რას უშვებით? დარეკილი აქვს, სამჯერ კითხებს ხო შევთანხმდით პატარო არ მართო. მე არ ინერვიულობ ამას. გადაიდო შენდობა არ აქვს. პარას გულისხმობ ალბათ. აგერ რა ტელეფონს განახებთ, ახლა აგერ PSG, ამდენჯერ დავრეკე. არა, დარეკი აქვს იმას. ბიჭო, მალეკენით და ბიჭო. ესმის როგორი განცდა, როცა ეს ხო არის, აი როგორ არის, ისე სატელევიზიო ენაზე რო თქვათ რა, რომ არ ვიცი ხა მთლად ისე როგორ შეიძლება გამოვთქვა, როგორც მომთხოვე კულისებში, მაგრამ შევეცდები რომ რბილად თქვა. რაღა ჩვენ დაგვაჯდა თემა. ახლობით აი ეგამო. რა და კაი სტუმარი რო ყავს, ზუსტად მაშინ ხდება რაღაცა მნიშვნელოვანი. თუმცა მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტის სიძლიერეში და იმაში რომ ეს პროექტი აკრიფავს ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ჩვენი ქართველები მოვდივართ ჩვენი ფოლკლორით, ჩვენი ქორეოგრაფიით და მე დაახლოებით იქიდან გამომდინარე რომ მესმის რაღაცები ისეთი მაგარი ადამიანები არიან, მერე და მერე კიდე უფრო განვითარდება, რომ ნამდვილად არავინ არსად აღარ გადართა. კი ბატონო, ეს თან ქართულ სიმღერაზე მაგარი მსოფლიოში რამე არის? ხო არაფერია. და აი ეს ამბები გაჟღერდება უკვე საქართველოს ხმაში. რა მინდოდა მე კითხა, ხო, იმ კითხვიდან გამომდინარე, ახლა ესეც, ანუ საინტერესო ნაკადი მოვიდა, ხო? ძალიან მაგარი, აი ალბათ ამას გიორგი უკეთ შეაფასებს, მაგრამ აი პირველი რაც მინდა ვთქვა, ახალი თაობა, რომელიც ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო საოცრად მღერიან, საოცრად ორგანულია მათთვის ქართული სიმღერა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულით და რიდით ეკიდებიან ამ ყველაფერს. ისე ღელავენ, ისე ნერვიულობენ, რომ ამ ყველაფერს სამი ქალის გამხნევება ნამდვილად დასჭირდა კულისებში. ნამდვილად. ნერვიულობა. ნიჭიერ თაობაზე რო არის საუბარი, შენ ალბათ როგორც კი ნიჭიერს დაინახავ, ეგრევე ჭრი. პირდაპირ რამე კონკურენცია ამბავი არ იყოს, ხო? სხვათა შორის აი თაკოს ვითანხმები ძალიან ბევრი ახალგაზრდაა 16-დან 18 წლამდე ყველა ასაკის არის, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც პირველად გამოჩნდნენ ტელეეკრანებზე, საოცრად აი სავსეები არიან უდიდესი ნიჭით რა, მართლა და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ქართულად მღერიან მაგრად. თან ძალიან თანამედროვე მღერიან. თან აი ნამდვილად ქართულია ეს და თან თანამედროვე. ისეთი საინტერესო ხმებია, ისეთი საინტერესო ადამიანები მოდიან ამ პროექტში, რომ ნამდვილად ღირს ამის ყურება. აი ხე ცი რა შესაქმე შენ რომ მაპატიეთ შენობით მართავ მეგობარო. ასეთ რამეს როცა ამბობ და იცი შენ ფასი მიღწევების, ასე ვთქვათ, რომ შრომის ფასი უფრო სწორად და მე რომ მიაღწევ რამეს როგორი ბედნიერებაა და რა შენ როცა ამბობ რომ აი უკვე საფუძველი აქვს ამ პროექტს იქიდან გამომდინარე რომ ბევრს გზა გაუკვალოს ეს ყველაფერი გავიგეთ მაგრამ ერთი მაგარი ისტორია მახსენდება რა ჭიდაობა ჩვენი ქართველებისთვის რას ნიშნავს მეორე მხარე სპორტისკენ რო გადავიდეთ დამეთანხმებით ალბათ და ადრე იყო ხოლმე თაკო ესე რომ აი საქართველოს პირველობა ფალავნობა რო იყო ყველაზე მაქსიმალური წლებისი პრიზი იყო ცხვარზე ჭიდაობდნენ ხოლმე ეს იყო მიღებული წესი რა და ძალიან ცნობილი მოჭიდავე ქართული ჭიდაობის ფალავნობა არის და წამყვანი ვარ და მეუბნება რა გია წმინდაშვილი მინდა რომ მოვიკითხო ძალიან ბერგზის ფალავანი რომ გამოაცხადეს რომ გამარჯვებულს გადაეცემა ბინა ავტომანქანა და ესე იყურება და აფსუსო ცხვარზე ჭიდაობდი ჩემთვისო რა კაიაო რა კაი სტიმული არისო და ეს მე მინდა აუცილებლად აღნიშნო რა არხისგან გამომდინარე და ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ
უთხრა მადლობა რომ სულ ახლახანს დამთავრდა ნიჭიერი ორი ბინა გათამაშდა და აქაც ბინა თამაშდება. აქაც ბინა თამაშდება ის კერა მე და ნიკოლოზი უკვე ვემზადებით გიორგისთან რომ მივიღოთ მონაწილეობა უბინაოთა ვართ ხალხი დარჩენილები და რატო არა მოკლედ ამ პროექტში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა უბინაო ახალგაზრდები მოვიდნენ რომ მეიღოთ მონაწილეობა კონკურენცია მაღალია გაითვალისწინეთ და სხვათა შორის ჟიურია საკმაოდ კრიტიკული. ჩვენ აუცილებლად მხარს დაგიჭერთ, მაგრამ აი ეს სამეული არც ისე ორეულის რა მოგახსენებთ და მთავარი სამეულის ერთ-ერთი ნაწილი აქ არის ერთეული. ჩვენ ძმები ვართ, კაცო, არ არის პრობლემა. ლოჯი ყველაფრით შენია. გიორგი, რუსას აწეულ წარბს უკვე ვხედავ და ფრთხილად იყავ. არა, ის სხვათა შორის რუსას არც ალია დღეს არ უყურებს ამ გადაცემას. რუსა. ძალიან კომპეტენტურები არიან. თან საუბარი არის ქართულ სიმღერაზე, სადაც ვიცით რომ კარგი სიტყვა მოძებნა, კომპეტენტური, ანუ კაცრები არ არიან. მკაცრიც არის, კომპეტენტურებიც არიან და თან ყველაფერთან ერთად ძალიან კარგ მიმართულებას და რჩევებს აძლევენ ხოლმე ჩვენს კონკურსანტებს და ახლა რა გინდათ რომ მაინც ცუდი მათქმევინოთ რამე? ერთი არც შენ არიცი. მაგარი ფაქტი ერთი. ობიექტურობას ვერ გაექცევ ახლა. შეიძლება ადამიანს გინდა რომ თბილად უთხრა რაღაცა, ან არაწყენინო მაგალითად, ან მოგეწონა რაღაც, მაგრამ რაღაც არ მოგეწონა, ხო, ბუნებრივია ახლა და ერთ-ერთი მონაწილე იყო ახლა, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ხო და ვეუბნები რომ ძალიან მაგარი ხარ თქო, ასე და ეს ჩამოთვალე რაღაცები დადებითი მხარები და გადავედი შემდეგ რაღაც მინუსებზე, რომ მეთქი ეს ამებსაც მინუსები ესენს უნდა გამოასწორო და რას მეუბნება არის ი? ეგრევე ძმაო, არც მე არ მომწონს შენი ნაბღერი რაღაცეებიო, მაგრამ გეუბნები რამესო. აი რა თაობა მოდის, ამას ვინ გეტყო და წლების წინ, ვინმე ამოიღებდა ხვას? ამაშია საქმე. ამიტომ ვიცი, დაგვტვირთეთ შინაურები. დაგვტვირთეთ. ესე იგი, რა მინდოდა ეცი თაკო მე თქვა. მორიგი შოუს წამყვანი ხარ. ეხა გამიჭირდება რომ არ ჩავიხედო რა, დილიდან დაიწყე. კი ბატონო. მერე შუადღე იყო. ნელ-ნელა გადახვედი ღამის კლუბებზე, კი რა და საღამოს შოუებზე. არ არის ღამის კლუბების დრო, ჩემო პატა, არა. საღამოს შოუებზე და შეგიძლია შენ თვითონ ჩამოგვითვალო რუსთავის რომელიც შენ არ წაგიყვანია. ნახე როგორ დაფიქრე. რომელიც არ წაუყვანია. რა წამიყვანია ის შემიძლია ჩამოთვალო. პრინციპში კარგად გაქვს თან მიმდევრობა დაცული მთელი ბოლო რამდენიმე წლის გზა რუსთავი 2 სივრცეში და კედლებში და რა ჯობია. მე არაერთხელ გამიჟღერებია აი ეს ფრაზა რომ ეს არის ზუსტად ის არხი რომელიც ადამიანს განვითარების საშუალებას აძლევს. დავიწყე დილიდან, გაგრძელდა შემდეგ კი სხვა პროექტებით, მერე იყო ნიჭიერი, დღეს საქართველოს ხმა და გვიმრავლოს ღმერთმა მეგა შოუები და მეც ამ შოუების პარკლებში. ჩემი თავი. მოძირფასო არ არის ალბათ შორს რომ მოგესალმებით 9 საათიან კურიერს წაიყვანს თაკოზე ხო ვისაუბრეთ ახლა გიორგიზე მინდა ვთქვა ესე იგი ჯერ გიორგიმ როგორ დაიწყო ჯერ მოდიოდა როგორც ჯგუფის წევრი მერე მოდიოდა როგორც სოლისტი გადაცემაში მერე დილის წამყვანი ახლა ჟიურის სტატუსი აქვს და აგერ არის და დაჟექი ამის დედა გიორგი გათავისუფლა გიორგი სანამ თავისუფალი დაჟექი თორე ეს ისეთი ამები ხდება აქ ტელევიზიაში არ დაგჩება მართლა სხვათა შორის ჩვენ როგორც მეგობრები ერთი რჩევა მინდა მივცე თაკო გიორგის მაინც ტელევიზია მისთვის ახალი ხილია და ეხლა რაც ჩამოთვალა ნიკუშამ ყველა გზა მიდის სამზარეულოსკენ. აი როგორც კი შემოგთავაზებენ იქნებ საჭმელი გაგვიმზადო არ დათანხმე თორე ეგრევე გიშვებენ მე. ისეს დავაზეს. ახლა ეგეც თუ გითხარით ეხლა მე მაგას ვიხსენებდი და რაღაცა არ მომაგონდა. რა მაინტერესებს? არ მაინტერესებს. თვითონ რო არის წაბოდრაცული ხაჟიურის და ბიჭებს რას ერჩი ვერ მოუძებნი რამეს. დილას თუ ვერ დგებიან შუა დღეში აგერ შევაწუხოთ თაკო რაღაცა მივდგეთ მოვდგეთ. ხო. ა? შესაძლებელია, არის მუშაობა მიდის მაგასთან დაკავშირებით. არა, მე რა ვიცი, სადა რატო აგებინა ენა? ეთიკამი, დეზინფორმაციას
ეს აქვს ადგილი და ამ არხზე დეზინფორმაცია არასდროს გაჟღერდება. სადაც გავიხედა ყველგან გიორგი ძოწენიძე და ურსას კონცერტია და ეს არ დაგვიკარგოთ. ეს სადაც გაიხედეთ, ჩვენ ვამბობთ ჩვენ გადაცემებში. ჩვენი გადაცემები არ არის მე. კონცერტები საახალწლო ხო გავიდა გიორგი ამოიღეთ. კი მართალია, ვეთანხმები ყველაფერში ადამიანს. კარგი, კი ბატონო. თვითონ ბიჭები იტყვიან ამაზე დარწმუნებული ვარ, ვიცნობ მათ და ენას ძვალი არ აქვს ზუსტად. იცი რა, ჩემო კარგი. ეხა ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ სიმხიარულე შემოვიტანოთ არხზე, ჩვენი ფუნქცია გვაქვს და მეთანხმებით ამას, მაგრამ გულწრფელად მინდა გულშემატკივრობა გამოგიცხადოთ და ვართ კიდევაც და ესეთი პროექტების როგორიც რა ვიცი ესე მიჯნით და მიყრით არის რა და კარგია ეს და მაბედნიერებს ერთი რამე რაც ბრძანეთ და რაშიც დამეთანხმება ნიკოლოზიც რომ ახალგაზრდა თაობა სუნდა მივცეთ გზა იმიტომ რომ ახლა იმდენი ბოტოქსები და ეს მიკეთია თორე 82 წლისა ვარ უკვე კი ბატონო სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პროექტი და ზოგადად ეს ჩვენი არხი ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ თქვენი არხი კი ბატონო კი ახალგაზრდა თაობას ნიჭიერ ადამიანებს იცო რეალიზებულ ასე ვთქვათ მე მინდა ერთი შეკითხვა ახალგაზრდებზე აქცენტი რო გაქვთ ასაკოვანი არ შეიძლება კი როგორ არა როგორ გიმა ხო არიან ეკი არა გიმას მიიღებთ რო გამოუშვათ კი რამდენი წლის ძანდებით წელს ანიშნულობა აქვს სახლი არა აქვს კაი ოროთახიანი რო სხვა ეროვნების ადამიანებიც არიან ჩვენს სხვათა შორის და მერიან ქართულად რომლებსაც ძალიან უყვართ ქართული სიმღერა როგორც აღმოჩნდა და გაირკვა მართალია როგორც დავასკვენი ადგილი აქვს იმას რომ ტექსტს არასწორად ასწავლიან ხოლმე ხანდახან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი სიყვარულით რაღაცა იქნება. იყო და არ ვიცი ეს ამბავი მოუყვე თუ არა. მოყევი თუ და უხერხულია, მაგრამ მოუყვე გავიდა. ქართული სიტყვები არის ძალიან ესეთი ჩახლართული და გძნობ დაახლოებით და ტუები ბევრი გვაქვს. ანეკდოტები შოუდან ამա გადმოტანილი. სხვა შორის ჩემზე არასდროს ტუ არ დაუდიათ და მოდი ვცადოთ და ამ ერთხელ მეც გადამადეთ და გადავფარეთ. აბა გისმე ყურადღებით. მოკლედ ერთ-ერთი კონკურსანტი იყო აფრო-ამერიკელი, რომელიც რომ შემოვიდა ჩვენთან თიკასთან და მარიამთან, დავიწყეთ მასთან გასაუბრება და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და ესე ვცდილობ რომ ვისწავლო ქართული ტექსტებიო. ჩვენ რა თქმა უნდა ეხა გოგოები ჩავეკითხეთ რომ აბა რა სიმღერა იცი და გვეუბნება რომ წყალსნაფოთი ჩამოჰქონდა ალვისხის ჩამონათალი და აი ამ ნაწილს უკვე მეორე ნაწილს რომ მივადე კი უცებ რაღაცა უცნაური შემომესმა და როგორ ჟღერდა ახლა როგორ გააჟღერა უფრო სწორედ წყალსნაფოთი ჩამოჰქონდა შავი ჩამონათალი და ბაცო ეგ რატო არ ვიცოდით გასაგები გავშრი გავაგდი გოგოებს უყურებ გაფართოებული თვალებით აშკარად თვითონაც დაიბნენ რა ხდება მკითხულობ და უყურებ ესე სასაწარკვეთილი სახით პროდიუსერს რომ აბა რა ვქნათ გავაჩერო გადაღება რაღაცა არასწორად თქვა შეეშალა სხვანაირად ასწავლეს და ნუ პროდიუსერი იქიდან ყვირს რომ გააგრძელეთ რა გინაღლო შენ რა გინდა თაკო გააგრძელე აბა რა გვინდა შავი გვინდა იქნება იმ წყალს ესეთი ჩამოქონდა და რა რა ხდება აფრიკაში კაცმა არ იცის არა ეგ ტექსტი ვინ ასწავლა მე ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის ვინ არის ეს ადამიანი ავიბენი რომ ეგ დეტალები ვეღარ გამოვარკვიე მოკლედ არსებობს ბოროტი მუსიკის მასალებლები ბოროტი მუსიკის მასალებლები ჩემო არა ისეთი გძნობით და ისეთი ეშკერო და ლამის მეც წაუმღერე ეგრე ამის მე წაუმღერე ეგრე კარგია კაი დრო სატანებე დაერაღლებად მოკლედ ჩემო ნიჭიერებო ხაზგასმით მინდა ვთქვა წარმატება ახალ პროექტს ბევრი წარმატება ისე რომ აი რა ვიცი რა მთელი ამბებით და ჩემო თაკო შენ მომცემ უფლებას რომ ჩემმა გიორგიმ თავის ბიჭებთან ერთად ერთი ახალი სიმღერა ისევე როგორც ბევრი სხვა ისეთი ისა აქვს თამათ აი რა სხვათა შორის ამ გადაცემაში
ამ გადაცემას უпростоრად ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ბედიღბალი აქვს. წარმატება. ძალიან დიდი. შეგენაცვალე. მე იმიტომ იღბლის მომტანი. ანუ სიმღერა რო გახიტდება, მე გაახსენე. რომ აი ჩემთან იყო თქო, ბევრი სიმღერა გახიტდა სხვათა შორის ამ გადაცემიდან და მე თავიდან რო ვთქვი რომ ჩვენი არხი თქო უკვე რომ ჩვენი არხი გახდა მე რომ მაგას ვამბობ საშუალებას აძლევს ნიჭიერ ადამიანებს რომ რეალიზდნენ თქო ეს გადაცემა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია აქ ჩემო კარგო ისე სხვათა შორის მე თქვენ შოუში ერთ პატარა იმას გავაკეთებდი, გადავაცმევდი ან შევღებავდი და გამოვიდოდა და იმღერებდა როგორც ხომ საინტერესო იქნება როგორც შექმნა. კი, მაგრამ ჟიურიში ვინ დაჯდებოდა? ვითომ იმ დღეს ვერ ახარ, კარგად გამოხდა. ოსე თქვენ მერე ჩამოყალიბდით, ბიჭები გლიჯავენ, ყველაფერს კულისებში გამოსვლა უნდა. არა, ამ სიმღერაზე მინდა რა ვკითხო რა, მაგრად აი ეგრევე პირველივე. კი ბატონო, სიამოვნებით გიტყვით, ამ სიმღერა. ტექსტი დაახლოებით ხვდები. ეს სიმღერა კი ბატონო, ეს არის ირინა სანიკიძის ტექსტი, ჩემო პატა, რუსა მორჩილაძის სიმღერაა. მაფია რა, ეს ტრიალებენ ერთ გასაგები. საინტერესო რა არის, იცი? ერთ ინტერვიუში ვთქვი, მაგრამ ესე სატელევიზიოდ ჯერ არ მithkoms და. მოკლედ რუსას უთხარი რომ ამ სიმღერის ისტორია შექმნის რა, დაურეკეთ, ისე გავიცანით უბრალოდ აი სულ შემთხვევით და ტელეფონზე ველაპარაკეთ, დიდი პატივისცემა ძალიან ესე გავცვალეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი დამოკიდებულებები და მე ვთხარი რომ აუ რა კაი იქნებოდა თქო რომ ერთი სიმღერა მეთქი ჩვენ გქონოდა თქო, შენი დაწერილი თქო და სამ თვეში მირეკავს, ნუ ჩავიწერე ნომერი რა ყოველი შემთხვევისთვის. სამ თვეში მირეკავს. არც მithქვია რომ სიმღერა დაგვიწერე და აბა ის. სამ თვეში შემოვდის ზარი ღამის 3 საათია და აწერია რუსა მორჩილაძე. ვაიმე მithქვი. რა ხდება? უპასუხო არ უპასუხო ვიგრო და რა თქმა უნდა უპასუხე, დიახ გისმენთ. ცუდროს ხო არ გირეკავო, არ გკითხა. არაფერი არ ვთქვი. პირდაპირ მეუბნება ეს რაღაცას. გიორგი, სიგიჟე დაგიწერეთ. მეთქი შენ ახლა თუ მაგას მეტყვის მეთქი დარწმუნებული ვიყავი რაღაც კაი ამბით მერეკავდი სუდამბავზე მართლა ეგეთი გამოვიდა და მართლა მაგარი იყო და მაგარი ოქროა და მე მინდა რომ წარმატება კიდევ ერთხელ თქვენ ჯგუფს შენ ჩემო ძვირფასო თაკო შენ მიმართვაში მე რაღა უნდა თქვა იმის გარდა რამხელა სიყვარულსაც გამოვხატავ და მინდა რომ სუციცით წახვიდე და შემდეგი სტუმრობა რომ ეკნებათ უკვე როგორც ახლა აღნიშნა წეგანში და ის არისო რა ქვია რუსას დაწერილი ჟიურის წევრი ხა უკვე თაკოს სიმღერით წარდგებით ჩვენს დინაში თაკოს სიმღერით ამდენს მომთხოვთ გეხვეწებით თორე პატაჟორის ჩვენ და გვაქვს ახლა ველოდებით ნიკასა და თაკოს დუეტს რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენ გვაქვს პატარა გოგოს და სხვათა შორის მილიონობით ნახვა. იცი, მე მირჩევნია რუსას შექმნილი სიმღერები და გიორგის შესრულებული მოვისმინო სიამოვნებით. ჯერ კიდევ სწორ გზაზე დგას. არ გისმენელიც ხო აუცილებელია. კარგი, მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, წარმატება უსურვოთ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ყველა პროექტს, მაგრამ რახანის ახალი დაწყებულია, მეტი ხარდაჭერა. იქნება აუცილებლად წარმატებული. ეს საოცარი კონტინგენტი. აუცილებლად 10 საათზე. 10-ზე. კი ბატონო. სამშაბათს. მოკლედ, ყოველ სამშაბათს 10 საათზე რუსთავი 2-ზე არის ყველაფერი ქართული. ასე რომ უნდა უყუროთ, გადმორთოთ და იყოთ ჩვენთან ერთად როგორც აქამდე იყავით. ხოლო 5 შაბათს პარასკევს შაბათ-კვირას იუმორისტული ყუთის პროექტები თავისთავად იცით. კარგი, თაკო, დაუთმოთ ბიჭებს, დავაი ერთი ვნახე. სათაური ერთი გოგო შემიყვარდა. შეგენაცვალე. ასე რა, მარა. გიტოვებ თურსას ახალი სიმღერით. პრემიერა პრინციპში. ეგრე გამოდი. კი ბატონო. ცვალე თქვენა ვიდო შეხედე რა კარგი იყო რა აი კარგები ხართ რაც მაგრები ხართ მაგრები ხართ ეგალა შაფასეთ ძლივ ფართეთ არავზივარ მაგიდე დავადი ვიჯო რამოდენა ხანი ვიბოძოდი რა გეონები კახელებს ეს აი ბედი თაგვააქ რა სუ ვიგერიებ თერტარებ
მამიჭდებოდა ხოლმე ის იმერელი გვერდში კაცო მიშლიდა ნერვებსა თან ხელებსაც აშლიდა ხან გვერდს გამამდებდა ხან ასახეზე ამაფარებდა ეხლა კიდენა ჩემ ჭკუაზე ვარ დედა მოვა რაც კიდე სამაიტანოს დიასახარის მა ყველაფერი მე შამხდება ეს არის სიფართოე აი ბალღობიდან მიხო აჰა ვიშაგარგებ დედა მოიდა დათვი ორი შიტოვიჩის ხელა ეს ჩემისა მოდი მოდი ნახე ერა გვირილები დადიხარ შენა ვერ გავა მარო ხო არ მიართვი ეგრევა შემოგცხოთა პირში ახლა არა ბიჭო შენ მოგიტარ შენ კი არა ისა რა ქვია იმას აკაცო გვირილობა დღეს აჰო ორმაისობა ქუთაისობა აგა გიგო ნახე რა სულიაკ რა მაგარია რა მაგარია რა რისადო უმორი გვერდზე დაგრი ფეშინა რა აი კაიგრე დადე სადუნა ჩაჯო გვინო არა იქნა ეხლა გვირილობა არისო გვირილობა მაშ დავშენა აიცი აკე დათუა მაგიტომაც გაპარულა ჩვენ ძმა სამი სათაურია ქუთაისობასა დააკვირდი აი უბრალოდ ახლა რა ტრიპა ჩობა ახლა ეგ რა თუნდაც სამი სათაური რავი ერთი თუ დაგავიწყდა მეორე სიტყვი მეორე თუ დაგავიწყდა მესამე რავი მეგრეა შენ ძალიან გიადვილება ყველაფერი რო ვატყო და მესამე თუ დაგავიწყდა მემრისა პირველსა ხედავ შენა რა წინ დახედული ხალხია ესე იგი რა გამოდის რომ ქუთაისსა დინოზავრების დროს ერქვა გვირილა ანტიკურ ხანაში ორი მაისი და მე დაარქვე ქუთაისი ეგრე იქნებოდა რავი ალბათ ხო მაგრამ ბიჭო და ჩიტოვიჩი სად არის მიხდი ამას ადიკანება გაგებარა რა ქუთაისში დავიდა გამეპარა მალაიკნა დილა ადრიან გაძრა ტუფლები ეს ბოლოს ჩაიცვა გასulis ხმარო არ გემეგო ერთი დღესასწაულია და ისიც გამამაპარა უყურებ შენ მაგასა უყურე მართლა რა აი ხო გეუბნებოდი რა გეუბნებოდი ძმაო აფერისტი არენდო მაგრამ არ დამიჯე აი დედასა ხო არ გაგიდი შენ ამიჯო როდის მეუბნებოდი შენ მაგასა არ გეუბნებოდი მაშინა ეხლა გეტყვი ეგ მაგარი აფერისტი არ დაუჯერო ბიჭო არ დაგიყვანს ქუთაისში გაწავა და არ დაგიყვანს აი დედამო აი რა სანიშოს მაიცა შენი მიწაწყრის კაცი როგორ გამაფრთხილა მალადი ერთხელა მამატყუა მიგედიას კაბამი უნდა ჩამაგიტანო და რა ქვია იმას აკაცო მარგან სოკი შეგებილი კიტრი მაჭა აგი იყო ისე იცილე შენა მოგეწონებოდა შენი გეუბნების ამბავი რომ ვიცი მოგეწონებოდა ბიჭო და მოჩვენ წავიდეთ არ იქნება ცუდი თანა მაგარ ფულს ვიშოვნით იქამე და შენა ორმაისობაზე რანაირად ვიშოვით ვენა შენა ფულს რანაირად და დაკიდე გულზე აბრასა სურათი დათანა 5 ლარი და ეგარ მოიდობა შევიდგამდება რა გაიჟა კაცო ქუთაისში კაცო ქსოვრელები გარეშე ხო არ წავალ ეხლა დავიყვანოთ ესენიცა ბიჭო რა ბოდიალა კაცი ხარ შენა ოღონდ ეს სადმე წაიყვანი და ქუთაისობაზე კერა ჩუმლაყობაზე წამოვა რათა რა მშვენიერი იყო შარშანა ჩუმლაყობა არა კაი იყო მაგრამ მე მართლა ვიყავით ჩუმლაყობაზე რავი ეხლა ხო არ გახსოვს მე ფუნიკული როზეს რო ავედით საბაგიროთი რა უნდა ჩულახში საბაგიროთი შენა გიჟი ხوار ფუნიკული რო იყო რავი მე რა სავს ეს თბილისობა იყო ეგა შეუტვინო შენა რა თბილისობა და ჩუმლაყობა როგორ უნდა აგერიოს ვინო რა თავი როგორ ტრაქტორი ბაკივით რაღაცა ხო უნდა გედოში რავი სადაც ვიყავით კარგი კი იყო და თბილისობა ქუთაისობა ჩუმლაყობა ყველა მაგარია მიდი წამო რა წავიდეთ გეხვეწები ქუთაისობას ავტობანია თალამალე ჩავალთ ეხლა რა შეაით საქმე ვიჯო იმ ჩემისა ჩვენ წაყვანა როი დომოდა არ გვიტყოდა მოდი დამაცადე რა აი მე რომ მორჩები გოგიას ნიშნობა უნდა აღნიშნო რა სამოგაცო წული მოგავს გოგისა მართლა ვიჯო არა მაგრამ ჩვენ აღნიშნო და ეგება შარცხვეს და მართლა მაიყვანო თორე ამოიდა კისერში ანუ არ მივდივართ ქუთაისში ვაიმე რატო ეგრე გადამეკიდა კაცო რა გინდა ეხლა იქა რამე განსაკუთრებული კი არ ხდება აი იცი როგორი დღესასწაულია ქუთაისობა როგორი აი როგორიც ახმეტობა ყვარელი ქალაქობა თელაობა რამე განსაკუთრებული კი გურჯანობა
ბიჭო, მაიხედე აქეთ. მე სამხელო დღესასწაულები ვიგულისხმე, კაცო. ო, შენა საერთოდ ქუთაისში ნამყოფი ხარ? ნამყოფი არა, მაგრამ საკითხული მაქვს. ქუთაისელი მყავს ნაცემი კიდე ერთხელა. ზაურას როგორ ხორცელზე? ვინა? მე იქიდან skimcebes მაგრამ კარგად მახსოვს რა. ისე მართლა წავიდეს რა ამოძმურად ხარა. ძალამაზია ვამბობენ ბიჭო. მოკირწული ქუჩებიო, სიზუფთავესით მოკვიშა ზღვა. რა უნდა ბიჭო ზღვასა ქუთაისში ეხლა მართლა არ გამაბოროტო შენა ვინო? რა მე ახლა რიკოციკით რაც არის სუკუთაისი მგონია მე. ბათუმი ქუთაისი არა, დამისვია. აი რა ბიჭო, ეგეთი გაუნათლებელი როგორ ხარ? ტელეფონის ციგნი მაინც წაგეკითხა ბალღობაში. რა ვიღაცო პარიზი ხო არის საფრანგეთში და ბათუმი რო ქუთაისი იყოს რა მნიშვნელობა არ მოხდება ეგრე. ამი ლოგიკა მომცარა და აი რა ვიცი, მოდი ერთი გავიგოთ ხარ ქუთაისში რა ხდება. ხო გაინტერესეთ და ჩავრთოთ ჩემი სპეციალური კორესპონდენტი ქუთაისიდან ჩიტოვიჩი. ხო რავი კამერაში მაინც დავინახოთ ქუთაისი მაგით დაწვავე. რომო შე როგორ გაიპარე შე რა გითხარი ჩემს ვენაცა ვალე ჩემი ხოიას რა ვახარ აქ მიზამიან დიდუ კოლია წაგერალობილა ბიჭო გედაცვალეთ მე ბიჭო რა შობით რა ჩავთ რა სვამთ ხო ხარ კარგად რა თამამატყვე გვირლობაზე წაგიღო ქუთაისში ой მიზა რა გინდოდა ზამია დედა დამკალით ბიჭო ვიცხო თუ გინდა ბიჭო ვერ ბიჭო ვერ ვარგიხა შენი ვერ უნდა მიხვდერო დეგეპატიშნები ინებნე ო ბიჭო მომისმინე შეხედე ზამია რა ფერი არის ახლა გვირილო ვაიცი წევიყვანო არ წევიყვანო მოგიცი მე რა ოი როგორი შემაკიხა აი რო ჩამოხვარ დაგალევინო არ დაგალევინოზე მოგიწევს არ დალევა და ახლა მერე შენ აი არ ხარ შენ მაგნაირი ბოროტი მაგა შენ არ შეიძლება ვიცი მე აი თუ არ ვიზამ გაჩენებ შენ აი გულს რა უყო აი გულს ათორე კი ხარ ღირსი ბიჭო მავენატრა ქუთაისში გასეირნება ხო ეჩენა შენ მომხედი აქეთა ქუთაისში გასეირნება მეგენატრა თუ ვიგედიეს გამავიდა გურაზე გაიბურბარი ეძახი მე ქუთაისში გასეირნება საერთოდ ბაბა ბიჭო ერთი კითხვა მესამართი დიდი გლიჯე ჩიტოვიჩი გვიანობამდე იქნება ღონისძიება აპა რა ზვაო აქანა გვიანობამდე კი არა შეიძლება კამფენიამდე იყოს ანუ ახლა რო წამოვიდეთ ვასწრებ არა ხსამასე გვიანობამდეც არ იქნება ბიჭო რა დამწარია ეჩე აი ბიჭო ეგეთი უიმე ბიჭო რა ვერგე ხუბრო ბიჭო თქვენ ესე იგი როცა გინდათ რამდენის გინდა ჩამოდით ბიჭო გელოდებით აგერ ვარ მე და აგერ არის ჩემი ქუთაისელები ბიჭო გელიჯავენ ყველაფერს ერთი სულიერ დროის სტუმრები ჩამოვლიეს რომ კარგი ნახოთ ეგ აგრა მიგიცია პურმარილი ბიჭო ქუთაის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია მიდიოდა და გაიხსნა გაუკვე როგორია ვერ გივედი ზამია იქით ხვალ იხსნება ისე ამობენ მაგრამ მე მინდოდა ნახო ვინგიშობ შეხედე რა დღეში ვარ პურმარილი ხაჯაბურია მარტო ივნაირი ზამე გაღონულოს ფაშეგაჭვებს რომ იაღოლ ვაის გებრი იქნება გეუნები მარა რას ამბობენ იცი ივნაირი მაგარი იქნებაო რომ ედემის ბაღიდან მოგინება გამოსვლაო და ბაღის კიდის ნახვა უილი კარგია რომ გააქმეს ბაღი კიდე საწყალი ქუთაისელები აქამდე ზესტაფონში აბიჟავებდნენ ეგრეობილა ბიჭო და გორი იყვნება ამანდა ეს რა ვაჭრიტინობს ბიჭო გორი არა ის კიდე რა ქვია მაჩვი გორი არ იყვნება მაგრამ მაინდა შენ თუ გინდა რაც ხაიმნაირი ჩამოდი აქამდე და საღორიას დაგათვალიერებებ შეუჯაღაჯერებული ბიჭო იმერული ჭინტი ყველი უყვარს მაროსა და წამოუღე აპა რას ვიზა მაგას დავამადლი ჩემ დაიას რა ვარ წამოარ ქუთაისიდან გამევილი ბადიაურში და წამოუღებ ყველს ბადიაურში აუხერი ხარ შენა ბიჭო რას აზიხარ მანდა და კეიპოპ ერთი რომ დამამჯდარ ხარ ერთი კოხტა სიმღერა არ დაუმღეროთ ქუთაისა და ჩვენს მაყურებელსა მოусმინოთ რა ასმენინე ვინ ახართ ბიჭო შეხეთ მანდა სულას დაგვანახე ერთი ხალხი აბა ბიჭაბა თუ მასლი ჩემოძამია კაი იქნება შეხედე რა კაცი შემომიერთ აგერ ჩემი მეგობარი თელი ქუთაისის მეგობარი და საქართველოს მეგობარი ქუთაისის საპატიო მოქალაქე კარგი ქუთაისელი, კაი კაცი და მემატიანე ჩვენი ერის ასე მინდა თქვა ჩემი მურმან შატერიშვილი შენ გენახული მურმან ბატონო მე ვა
თქვენ გენაცვალეთ, თქვენ ეგეთი ხალხი შეგრებილ ხართ, აბა. ნახე რა ხალხია, ბიჭო. დაიფიცება რომ იცნობ რომელიმეც. ეხლა გენაცვალე ჩვენა გისმენთ ყურადღებით ოქრო ხალხო, აბა გენაცვალე თქვენა გილოცამტკე. ქუთაისობასა, ორმაისობასა, სამივე საერთად რა. და აშენდით და იმრავლეთ. შენ გენაცვალე, ახლა რომელი ვარ, თაგანა სტუმარი ვარ, მე თუ თქვენ ახარ ჩემი სტუმარი, მე თქვენი სტუმარ მასპინძელი ვარ და გიდა შენი რა სტუმარი მე შენ გენაცვალე. მე მგონია ამ წუთში მე ვარ სტუმარი შენ. ზარინეირე გეგერ გაგვეთილზე მაგვიანდება, მაგრამ მანამდე შენ გენაცვალე, ჩემო მურავადონო. მოდი მიულოცოთ ახ ერთი გემარიელად. ჩვენ ქუთაისლებს, თელ საქართველოს მამაქალაქობა არის. ხვალ არ არის პატარა ამბავი. არ თქვათ მაგე. აბა, მამაქალაქობა რაცა პროვინციალიზმია ნამედან. მაშინ ბიძა. დედაქალაქი არის, მამაქალაქი არა ასაჯი. ვიცი ჩვენ ქუთაისი რაცა. გაუმარჯოს ქუთაისლებს, გაუმარჯოს ხვალ. არის ორმაისობა. თელი ქუთაისი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ლამაზად უნდა მოეფეროთ ყველა ერთმანეთს. მოდი ახლა რამე როგორ შეიძლება შენმა თუ ჩვენმა ერთმანეთთან სტუმრობამ შეიაროს ისე რომ ერთი კაი სიმღერა არ ვაჩუქოთ ჩვენ ქუთაისს და მთელ საქართველოს. რა თქმა უნდა კაცო. ხო და მე მიყვარს ერთი სიმღერა შენი ნამღერ შენგან ვიცი ეგ სიმღერა. ხო და მოდი ის სიმღერა ქუთაისთან. დილანო გამითენდება არ მევირსოს კიდევამაზე ერთხელ თუ არ გავიარე გამითება ის კიდეზე გადამალეკოს ქარიშხალმა დაყვავების შხავილმა გაზაფხულზე თუ არ ვნახე ჩემი მწვანე ყვავილა შვიდობით ნოგავსულიყა უსტრულზე და ბორანაზე ერთი ვარდი თუ არ დავრგე გაბაშვილის გორაზე აქაური არ გეგონო გაღმელი ვარ ჭურაძეო წმინდა ქუთაისელი ვარ ცხოვრობ გოჭოურაზეო სიკვდილი მიწერია შემოდგომის მომკამდი მერთო გევედერები ქუთაისში მომკაცი ქუთაისში მომკაცი შეგენაცვალე მურმარ ბატონო შეგენაცვალე მეტი რა უნდა ვქნა სიკვდილსაც აკმატრული შეგენაცვალე მაგრამ ერთმა დიდხანს გაწოცხლოს იმიტომ რომ შენ ხარ ღირსეული კაცი და კაი კაცი თქვენ გენაცვალე ჩემო მაგაცო მოკლედ ხვალიდან იწყება აქ ახალი ცხოვრება და სიცოცხლე სიხარულით ასე რომ ყველას გელოდებით ახლა მე ცოტა ხანი ახლა კამერა გამომირთე მე და მურმარ ბატონი შოუმერავთ აქ და მე დანარჩენი მე ვილაპარაკო კამერა ახლა კი ჩემო ძვირფასებო სტუმრად გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში კარგი ბათუმელი კაცი კარგი ხმის პატრონი ნიჭიერი მომღერალი მივესალმოთ რუსლან დუმბაძე გახლავთ ჩვენი გადასარევი მადლობა ბიჭებს რუსლან მოგესალმებით. ესე იგი ჩემო ნიკოლოზ მე მიხარია რომ ჩვენ იმ ამბავს ასე ვთქვათ ფორმას
ვაგრძელებთ, როცა ადამიანებს არ იცნობს ჩვენი საზოგადოება და ჩვენ სადღაც რაღაც კარგ ნიჭიერ ხალხს მივაგნებთ და ვცდილობთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა შეიყვაროს და გაიცნოს. ნამდვილად. აი, საიდან გავიგე რუსლანის შესახებ? საიდან? სულ შემთხვევით კარდიოლოგმა ბონდო მაკარაძემ სულ შემთხვევით ამიგდო როგორ მღერის რუსლანი ერთ-ერთ რესტორანში ბათუმში. როგორც თქვი გახლავთ ექიმი და ექიმის რეკომენდაციით ისინი მარტო წამლებს კი არ გვიწერენ, ხალხსაც გვთავაზობენ ჩემო ბატონო. ასე რომ იარეთ ექიმებთან, რა იცით ვის გაგაცნობენ. მოგეიფე ხალხს. მოგლედ დიდი მადლობა ბონდოს. რუსლან, შეგენაცვალე, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახში ჩემო კარგო. ზუსტად ესე ვარ, ზუსტად, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ხართ? მაინც თუ და გავიწყდება ცხვის სახში რო ხართ. ესე იგი, მოდი მითხარით, ეხლა ვიცით რომ რესტორანში მღერით ბათუმში, რომელსაც ხალხი არასდროს აკრია, ალბათ ბევრი ადამიანი შეგვედრია, ხო? რამე გამორჩეულ შეკვეთას ხო აი შეკვეთები ხო არის რაღაც აი რა თქმა უნდა არა კი რამეს ხო ვერ გაიხსენე პირდაპირ იმიტომ რომ ნასვამი ხალხი ცოტა უცნაურად იძლევა ხოლმე შეკვეთებს და მაინტერესებს რამე ისეთი ხო არისო ერთ-ერთი გამახსენდება ეხლა რასაც კურიოზად აღვიქვამ ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდი აი ხალხი გაჭედილი იყო სულ ნემსი არ ჩავარდებოდა ერთი ადამიანი მოვიდა და ჩვეულებრივად მეუნებოდა შეკვეთას მაძლევდა ისეთი აჭარული დაუგარი რომ მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცეკვოთო და ეხლა გაჭედილი რესტორანში ეხლა ორი ადამიანმა რო ვიცეკვოთო და ეს კურიოზი გამახსენდა ეხლა ამ წუთას ნამდვილად რა კი ბატონო სხვათა შორის ბევრი აჭარული არსებობს და ისეთი არ მქონდა ახლა გაგონილი მაგერე ისეთი პოპულარული გახდა ეს აჭარული ზოგადად თემა ჩვენ კი არა აგერ გიმსი გლიჯავს ყველაფერს კი ბატონო მოდის ჩაწერს მეორე აჭარულს არ ვიცი თელმა სოფლიო მაიტაცა ნუ ეხა ფაქტია ხო ეს აჭარული და ეს ვიდეო როცა ვნახე იქაც შევხედე თვალშისაცემი იყო ეს თქვენი კეპი იმიჯია თქვენი არიშორებთ ამას თავის დანიშნულება აქვს რა ეს აქ თავის დანიშნულება აქვს ცოტა ხალხი რო შეზახორცლება და ჯიბისკენ არ უყვართ წაღება ხოლმე ვიხდი ესე მოდის აქ ფულები აქ და მე შემალავ გემრი აქ დაუმალავ და ეგ არის რა აი რამდენჯერ გითხარი დაიფარე კეპკა დაიფარე არჯერი მოგიდოდეს ფულს ვერაჩუქებ კაცს კი ბატონო ესე იგი რუსლან რამდენი დრო არის რაც ამ ბიზნესში ხარ ესე იგი რაც აიტვირთა ეს YouTube-ზე უკვე ჩემი მაყურებელი არა ზოგადად ვიძახი რესტორანში მღერი ბავშვობიდან კი და პროფესიონალი ხარ კი ბავშვობიდან მღერი ვარ უკვე დიდი ხანია უკვე მაგსაკ ეს სიმღერა ვისი სიმღერაა რაც მოგვიტანე დღეს ეს სიმღერა ტექსტი არის ჩემ მეგობრის ნინა ჩადუნელია ესეთი ჩემო მეგობრებმა ერთობრივად შევქმნით კლიანი ვერსია არანჟირება ჩაიწერა ჩვეულებრივად ჩემ მეგობრის სტუდიაში და ესე გამოვიდა კარგი საკეიფო სიმღერა ხო და რა მაინტერესებს ძალიან პოპულარულია ხო ეს სიმღერა კი უკვე პოპულარულია სხვათა ხო და კარგია ჩემო პატარო აქ არის მაგრამ ახლა ზღვის სეზონი მოდის რა ნელ-ნელა და იქაც უნდა გვიმღერო რა ყველა ვარიანტში აუცილებლად ო ესე იგი იქაც უნდა გვიმღერო უნდა გვიმღეროთ იქაც მაგის იმედი ქონდა თორე მართლა ექიმის რეკომენდაცია კი არისო რომ იქ გვიმასპინძლებს იმ რესტორანში ხო და მაგას ველოდები როდის იტყვის ერთი სულება კი ბატონო იქაც გიმღერებო და ეს ზუსტად მაგას ველოდით ხო ესე იგი რა ვიცი გულწრფელად რომ გითხრა მე იმედი მაქვს და ვფიქრობ გიორგი რომ ძალიან ისეთი სიმღერა არის აი რასაც ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე და უცებ რო აიყვანს მაყურებელი ძალიან ყურს მოხვდა და მინდოდა რომ მე და ნიკოლოს მიგვეცა საშუალება რუსლანისთვის რომ უფრო ფართო საზოგადოებას გაეცნო და დაწუნებული ვარ არინანებენ მოკლედ ეს ჩვენი მინიატურული სცენა მიკროფონი შენ რა ქვია სიმღერას დამისხი დამალევინე
დამისხი და არა ვერ ვხედავ ასეთ სიტუაციას და სხვა რაღაცას ველოდებოდი გაასელოდებოდი რაღაცა მაგიდა საკეიფო ხო გითხარი არ დაგეთქვა როგორც საკუთარ სახში დალიო შეგერაცვალე ცოტა ხანს ჩუსტებს მოგთხოვს მე მგონია რომ მაინც ჯობს ჯერ შეიყვაროს სიმღერა და მე დავლიო დავღნიშნოთ როგორ შეიყვარებ ეს სიმღერა კარგი რუსლან დუმბაძე თქვენს წინაშე ცოტა დამაბნეველი სათაური კი აქვს ხალხს დამისხი დამალევინი არ ეგონოს თუმცა ამაში მალე დარწმუნდებით რომ სულ სხვა დამისხი დამალევინისთან გვაქვს საქმე დამისხი დამალევინე 2 რიმეიკი კარგი ხოთ რუსლან აქამდე არ გამჩენია ეგ შენზე 2 ხელი ცოტა და ვიღაცის დახმარება არ უნდა გჭირდებოდეს შენ კლიპით შეთქონ უნდა გადაგეხო გუნების წინააღმდეგ და ესე იგი ეს კლიპი ზაღარაც ვისაუბრეთ აგერ სხვათა შორის ძალიან კარგია და ნუ შესაბამისად კომენტარებიც ალბათ ძალიან დადებითი აქვს კი, კომენტარები ზოგადად ძალიან სახალისო არის ხოლმე ფორმატი მაქვს ასეთი შერჩეული რომ მე თვითონვე რამდენიმე ინსტრუმენტზე სხვადასხვა განსხვავებულ ინსტრუმენტზე რადგან ვასრულებ ხალხს გონია რომ სხვადასხვა ადამიანი ვარ და უფი უკრავს რაღაც არ ო იქ არის ხოლმე კომენტარები რომ თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო რა კარგები ხართ როგორ გავხართ ერთმანეთს მე ვიხوارთ და მსგავსი სახალისო სხვადასხვა გონი ხართ და იმი კი სხვადასხვა პიროვნება გონი ვარ ხოლმე კარგი გასაგებია ესე იგი ბავშვობიდან უკრავ ალბათ ხო კი ბავშვობიდან ახლობით 8-9 წლიდან შემიყვანეს ხალხური ცოტა კიდე გვიან დაგიწყია თორე 1-90 ინსტრუმენტზე დაუკრავდი ახლა წინ არის ცხოვრება ხო კი ბატონო ესე იგი ოჯახი მეუღლე რამე ბავშვები კი ოჯახი მყავს მეუღლე და 2 შვილი ნუ ახლა მაგ საქმიანობაში სოლო კარიერა არ გამოდის ანუ დაახლოებით 25 ინსტრუმენტზე რო იყო მისული მაგ დროს პატარა პაუზა გააკეთა და მოიყვანა კი ბატონო მშვენიერი კარგია ეს შედეგი ბავშვები თუ უკრავენ ბავშვები ძალიან მუსიკალურები არიან ეხლა ნუ პატარა ასაკის არიან და მიმაქვს ხოლმე სტუდიიდან დამაბარებენ რა ინსტრუმენტებიც რა ქვიათ ბავშვებს ნოა და თაია მოვიკითხოთ მე როგორ გელოდებიან ეხლა დარად ნიჭერი ბავშვი ნერვებზე უკვე თავიდანვე უკრავდნენ თურმე ბავშვები ბეჟან სადაური კაცი ხარ კახელი ვარ წარმოშობით რაბძანეთ კახელი გახლავართ არა მაინც რა ვიცი შეგენაცვალ კონკრეტულად ნუ გვარი წინწალაშვილი არის გურჯაანიდან ერთი წუთით რაბძანეთ საიდან არისო გვარი გურჯაანიდან მოდიში კიდევ ერთხელ გაიმეორე თუ შეიძლება მაგრამ სოფელი მაქვს ყვარელში შეგენაცვალი რა ორივე რაიონს მოვიკითხავ აქედან გული ეს ის შემთხვევა როცა თამამად და გულწრფელად გურჯაანს და გურჯაანელებს აპლოდისმენტები უნდა გაუგზავნო ჩვენ მაინც ყველანი კახელები ვართ კარგი რა ვიცი მე ძალიან მინდა რა ეხა იცი რომ მაინც შენი შემოქმედების გამო ბრძანდები აქ ჩვენთან ნიკოლოზ ესე არ არის და დიახ იქნება ეს ნომერი ინსტრუმენტები თუ გაქვს რომ შემოვიტანოთ და აი რა ვიცი რა ჩვენ რა შეიძლება რომ დაგეხმაროთ თქვენ გვინდა რა მოკლედ რომ მოგეხმაროთ იქ რომ ძალიან წვალობ აქავართ რა მე წამოღებული მაქვს ჩემი ვეული სადაც მიწერია ინსტრუმენტები ჩამონათვალი და თქვენ თუ მომეხმარებით მაგაში რომ მომაწოდოთ ხოლმე შუა დაკვრის დროს ცოტა რთული პროცედურა იქნება ეს სახელწოდებები გაქვს ჩამოწერილი კი სახელწოდებები ნუ ინსტრუმენტები ჩვენ ვერ ყვევით ეხლა ამაში და რამდენი ინსტრუმენტი გაქვს დაახლოებით ალბათ მოდი შემოვიტანოთ რა და მე გავარჩევთ ეგ.